ამ კვირაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები გავითარდა. უპირველესად კი ის, რომ როდესაც ტრამპმა დატოვა პეკინი, მეორე დღესვე თითქმის ვლადიმერ პუტინი ეწვია სი ძინპინს და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და ასევე ხმამაღალი განაცხადეს, რომ ისინი დაიცავენ მულტიპოლარული სამყაროს კონცეფციას. პარალელურად ამისა, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბალისტიკური საკონტინენტოშორისო რაკეტა გამოსცადა და როგორც თვითონ ამობენ, ამას საერთოდ არ ქონია განზრახვა იმისა, რომ თითქოს მინიშნება დაეტოვებინათ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის პარალელურად. გარდა ამისა, ტრამპი ამ კვირაში დაემუქრა კუბას და ახალი სამიზნე გამოუჩნდა შეერთებულ შტატებს, რუსეთი დაემუქრა მუხარის გზავნილები გაისმა მოსკოვიდან სომხეთის მიმართულებით, საქართველოში კი მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს შეერთებული შტატებისა და ნატოს ერთობლივი წვრთნები. პარალელურად ამისა დაბრუნდა პრემიერი აზერბაიჯანიდან და როგორც მან თქვა, გაიხსნება ექსპლუატაციაში შევა უბრალოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ხოლო ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი კვლავ ამოქმედდება და ის მოემსახურება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ საუბარია ყაზახურ ენერგო რესურსებზეც. მოკლედ გეოპოლიტიკური პროცესები კვლავ გააქტიურებულია სოფლიოში, ხოლო აი ამის ფონზე კავკასია და კერძოდ საქართველო ნელ-ნელა ფორმირდება გლობალური გეოეკონომიკური კონკურენციის ინფრასტრუქტურულ ჰაბად. ეს პოლიტიკის ეკუა მეგობრებო და დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ. თქვენ კი ვისაც მოგწონთ ჩვენი პლატფორმა, გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, ხარი დაგვიჭიროთ განვითარებაში. მოკლედ როგორც აღნიშნეთ, პუტინი ეწვია პეკინს, საკმაოდ მალე რაც დასრულდა ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა. ამ თემაზე ჩვენ უკვე ჩავწერეთ გადაცემა და წინა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ აუცილებლად თუ არ გაქვთ ნანახი. და დაახლოებით ერთი და იგივე სტილის დახვედრა მოუწყო სი ძინპინმა ორივე ლიდერს, ამის დაპარალელების კადრებიც კი გავრცელდა სოციალურ მედიაში. პუტინმა და სი ძინპინმა გაახანგრძლივეს უბიზო მიმოსვლა, მათ შორის ისაუბრეს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე, ისაუბრეს რუბლისა და იუანიში ვაჭრობის მნიშვნელობაზე, როგორც გეოეკონომიკურ კონტექსტში, ასევე ორი ქვეყნის დაახლოების მხრივ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც იყო, მათ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავენ ამ მულტიპოლარული სამყაროს კონცეფციას და შეეცდებიან, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა იყოს საყრდენი ჰეგემონიის წინააღმდეგ მოქმედებისა, რათა მსოფლიომ შეინარჩუნოს ეს მრავალ ცივილიზაციური განზომილება. და როგორც უშკოვმა განაცხადა, მათ ასევე ისაუბრეს ერთი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე, რადგან ჯერჯერობით მედიაში არაფერი არ გავრცელებულა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა შეიძლება იყოს, არ ვიცით, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი ეხება რუსეთსა და ჩინეთს, ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანი რაღაცა ბჭყალებში იწვევს დიდ ინტერესს და ცვლის, რა თქმა უნდა, მისი შინაარსი გეოპოლიტიკურ მოცემულობას. ამ შეხვედრის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა გამოსცადა ახალი საკონტინენტოშორისო ბალისტიკური რაკეტა და როგორც დასაწყისში აღნიშნე, მათ განაცხადეს, რომ ამას რაიმე კავშირი არ აქვს პუტინსა და სი ძინპინის შეხვედრასთან დაკავშირებით. ეს რაღაცნაირად არ გულისხმობს სამხედრო ინფრასტრუქტურაში მათ შორის კონკურენციის ხაზგასმას, უბრალოდ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება და უბრალოდ დაემთხვა, როგორც თვითონ ამობენ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ კვირაში ტრამპმა ახალი მისი სამიზნე დაასახელა, ეს არის კუბა, დაიწყო შემზადების პროცესი, უბრალოდ მისი გაპრეზიდენტებიდან და მათ შემდეგ რაც მარკო რუბიო დაწინაურდა თეთრ სახლში, ხშირად ისმის კუბაზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირების მხრივ მესიჯები, რომ კუბა უნდა გათავისუფლდეს, მოკლედ როგორც ხდებოდა იგივე ვენესუელისთან ან ირანთან მიმართებით, უბრალოდ კუბა კიდევ უფრო ახლოს არის ამერიკის გეოპოლიტიკურ ბიზნესში და მრავალი პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, ეხლა არ ჩამოვთვლი, ცდილობდა რომ შეიცვალა იქ რეჟიმი, ყველაზე განხმაურებული ეს არის ღორების ყურის ამბავი, როდესაც მაშინ კუბა მოახერხა და გაანეიტრალა ამერიკული სამხედრო ნაწილები, რომლებიც ცდილობდნენ დესანტირებას კუბაზე და შემდეგ უკვე ხელისუფლების სრულებას. ეხლა ამჟამად რამდენად წარმატებული იქნება
ეს არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ავიამზიდი უკვე შევიდა კარიბის ზღვაში, ამერიკული ავიამზიდი და სამყარო მოერის, რომ ესე იგი ინტერვენცია ამერიკელთა მხრიდან დაიწყება, მით უფრო იმ ფონზე, რომ წარუმატებელი ირანული კამპანიის შემდგომ ტრამპს გამარჯვება სჭირდება და შესაძლოა კუბის ესე იგი ოპერაცია, წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში შუალედურ არჩევნებში ეს გამარჯვებულის მანტია მას დაეხმაროს და ესე იგი მრავალი ამერიკელი პრეზიდენტის და ამერიკული ისტაბლიშმენტის ეგრეთ წოდებული ოცნება ტრამპა აღასრულოს დიადი მისია და ამით რა თქმა უნდა მისი ადმინისტრაცია და პოლიტიკური ბლოკი აუცილებლად იხეირებს. Ну, რა შედეგი დასრულება, ეს ჩვენ არ ვიცით. აქ ხაზგასასმელია ისიც, რომ კუბის ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ წარმოადგენს ახლა კასტროების ოჯახს ასე თუ ისე და ის მტკიცე იქ ნამდვილად აღარ არის. და ну შესაძლოა არსებული კორუფციული სისტემა იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი იმისა, რომ ამერიკული სამხედრო ინტერვენცია ან რაიმე სპეცოპერაცია წარმატებული აღმოჩნდეს. როგორც უკვე ვახსენეთ, რუსეთში მიმდინარეობს მასშტაბური ბირთვული სამხედრო წვრთნები, რომელიც 20 ივნისს დაიწყო და 3 დღიანი იქნება. მაშინ მონაწილეობას ღებულობენ როგორც რუსული, ასევე ბელორუსული მხარე და აერთიანებს ეს წვრთნები 60,000-ზე მეტ სამხედროს, 140-ზე მეტ საფრენ აპარატს 70-ზე მეტ ხომალდს და საკმაოდ მასშტაბურია ეს წვრთნები და მასშტაბურია და მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რაც რა მოცემულობაც არის ამჟამად ევროპაში. ზელენსკიმ დაამტკიცა ივნისის კონჩეტების გეგმა, როგორც თვითონ ბრძანა და ივნისში ალბათ უნდა დაველოდოთ უკრაინელთა მხრიდან რაღაც ახალი ტიპის კონჩეტებას. პარალელურად ამისა ის საუბრობდა, რომ 100,000-ზე მეტი რეზერვი უნდა გადაისროლოს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე. აი ეს რუსეთის მხრიდან შეფასდა როგორც მორიგი მცდელობა იმისა, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის ადმინისტრაციამ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს, თუმცა რა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე პროცესია საუბარი, როდესაც მასირებული დაბომბვა მიდის უკრაინისა და მათ შორის უკრაინას არაკლებს და მისი უპილოტო საფრენი აპარატები წარმატებულს ესე იგი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ფონზე ჩატარებული ეს მასშტაბური ბირთვული წვრთნები სიგნალია არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. თან საინტერესოა ის, რომ საკმაოდ ესე იგი დაიძაბა ურთიერთობა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში და თხოვთ ასევე ნახოთ ეს გადაცემა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა პრევენციული ომი დაიწყოს 2030 წლამდე და პირველი სამიზნეები სწორედ ბალტიის წევრი ეგრეთ წოდებული ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან. ამ კონტექსტში საინტერესოა ლატვიის დრონების კრიზისი ეგრეთ წოდებული, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ლატვიის საჰაერო სივრცე დაირღვა როგორც საბომე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ, იქ საკმაოდ დიდი პოლიტიკური სკანდალი და კრიზისი გამოიწვია. ამდენად არის არსებული სისტემა და რეჟიმი მზად ამისათვის და ასე შემდეგ. ასაც შეეწირა ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრიას პრუცი და თავად მთავრობას და მისი პრემიერი ევიკა სილანისიც გადადგა. მოკლედ ჩვენ გვახსოვს როგორი უმახიანად გამოიყურებოდნენ ხოლმე ისინი, როდესაც საქართველოს ეხებოდა საქმე და ზოლის წინახაზე წარმოედგინათ საკუთარი თავი, აი ამ ანტირუსული pseudo-antirusuli ოღონდ pseudo-antirusuli ისტერიის დროს და თუმცა აი ორმა დრონმა დაარღვია საჰაერო სივრცე, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და გადადგა მთავრობა. ეს ბევრი ამაზე მეტყველებს ლატვიასთან მიმართებით, თუმცა აი დღეს ამ კვირაში საინტერესო განცხადება გააკეთა ასევე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც საინტერესო რაღაც განაცხადა, რომ თითქოს რუსეთი მისი სიტყვებით რუსეთი ცდილობს რომ მიმართოს სპეკულაცია და შემდეგ დააშინოს ამაზე პროპაგანდა, რაც მომავალში მას მისცემს საშუალებას გააправოს ბალტიის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია. თემა ეხება იმას, რომ რუსეთის დაზვერვა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც უკრაინული დრონები და უპილოტო სისტემები გადასროლილია ლიეტუვაში და სწორედ ამას გაუსვეს ხაზი უკრაინულ მხარემაც და ლიეტუვის მხარემაც, რომ ეს განხორციელდა და მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთი გასული წლის მანძილზე პერმანენტულად არღვევდა ბალტიისპირეთის, ესტონეთის, ლატვიის საჰაერო სივრცეს
დაახლოებით იგივე მესიჯი გააჟღერა რუტემაც, ნატოს გენერალურმა მდივანმაც, რომ იქ იმიტომ ხდებაო ბაზირება უპირატო საფრენი აპარატებისო უკრაინელთა, რომ ამას ესე იგი ეს არისო პრევენციული ქმედება ბალტიისპირეთის მიმართულებით აი ამ რაღაც უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევისა. მოკლედ ფაქტი ერთია, რომ ამ მიმართულებით იძავება, ვითარება და როდესაც პოლიტიკური პროპაგანდა ახდენს შემზადებას მომავალი სამხედრო ესკალაციისა, ეს გამოიყენება ხოლმე ან მოლაპარაკების პროცესში ზეწოლის მიზნით, ან მართლაც შესაძლოა გაფართოვდეს ევროპაში სამხედრო ფრონტი და ეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს საუბარი მაქვს დასავლეთსა და რუსეთის დაპირისპირება. თუმცა ამ კონტექსტში შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ და ნაკლებად არის ჩართული. საინტერესო და სახიფათო გზავნილები ჰქონდა მოსკოვს ერევნის მისამართით, რაც გარკვეულ მუქარათად შეიცავდა. ჩვენ რამდენიმე ესეთი ტიპის გზავნილი ვიხილეთ. მინიშნება, რომ სომხეთი რა თქმა უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა ის გეოპოლიტიკური თამაში, რა გეოპოლიტიკური თამაშის კონტურებით ჩანს ამჟამად სომხეთში, სწორედ იგივე გზა გაიარა უკრაინამო, ესეც და მინიშნებაც კი ვიხილეთ, რომ უკრაინის ბედის გაზიარება შესაძლოა მოუწიოს სომხეთს. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი მუდმივად ცდილობს, რომ აი ნებისმიერი ტიპის აი შეხვედრას, სადაც ის მონაწილეობს ევროპელებთან, ან სამიტის, ან რამე ტიპის ხელშეკრულება, რომელსაც დებს ის ევროპელებთან, ყველა ასეთი ღონისძიების შემდგომ თუ დააკვირდებით, ის ყოველთვის ჩადის მოსკოვში, ან ურეკავს მაინც პუტინს და ცდილობს ამით დააბალანსოს რამენაირად ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ვექტორი სომხეთისა, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ესეთი ტიპის ხაფანგზე, როგორც შეიძლება ითქვას, რუსეთი არ წამოეგება და პუტინის ადმინისტრაცია, თუ რა თქმა უნდა, მის მიერ არ არის დაგეგმილი და მისი უშუალო მონაწილეობით არ არის გავლილი ეს მისი სომხეთის მრავალ ვექტორული პოლიტიკა და როგორც ჩანს არც არის შესაბამისად გაისმა კიდევაც ეს გზავნილები და ამ კვირაში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მის შესახებ, რომ შესაძლოა მომავალში ვიხილოთ ერთი პირველი ეტაპი რუსულ-სომხური დაპირისპირებისა, რაც შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკურ სანქციებში, დაიკეტოს ბაზარი სომხეთის სოფლის მეურნეობის, ესე იგი ექსპორტის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთში გადის ის და ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება. გარდა ამისა, იქ ემიგრაციაც მაღალია და ტრანზაქციები რუსეთიდან სომხეთში. მოკლედ, თუ ეს ნაბიჯი გადადგა მოსკოვმა, სომხეთს ეკონომიკურად საკმაოდ გაუჭირდება და მოუწევს დივერსიფიკაცია მოახდინოს მისი ბაზრებისა, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ კინვეული იქნება და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება თავის დროზე, როდესაც ემბარგო დაადო რუსეთმა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, შეგვიწყვიტა გაზი და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და გადავლახეთ და მოვახდინეთ შემდეგ უკვე ბაზრის დივერსიფიცირებას და დღეს ამ კუთხით ჩვენი საზღაური იმისა, რომ ვცდილობთ მისი გეოპოლიტიკური ორბიტიდან გაქცეულიყავით, მივიღეთ საუბარი მაქვს 20%-ის ოკუპაციას და იმ მრავალ ტრაგედიას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შორის არსებობს. მოკლედ, სომხეთში ვითარება ამ კუთხით დაძაბულია და მომავალში ვნახავთ შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით ვითარების განმუხტვას თუ კავკასიაში ახალი კონფლიქტს მივიღებთ, ან ახალი ტიპის კრიზის, პოლიტიკური კრიზის მინიმუმ თან იმფოზე, როცა ფაშინიანს წინ არჩევნები აქვს. რაც შეეხება საქართველოსში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა. როდესაც ჩვენ ამ საკითხებს საუბრობთ ხოლმე ჩვენს პლატფორმაზე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებს არ შევეხოთ და ყურადღება გავამახვილოთ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე. რა გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ ამჟამად და რა მთავარი მოვლენები განვითარდა ამ კვირაში. პირველი ის, რომ შედგა უმაღლეს პირებს შორის შეხვედრა აზერბაიჯანში, რის შეშედეგადაც მრავალი წლის მანძილზე ბოლო წლებში დახურული იყო რკინიგზა და ეს რკინიგზა აღდგება, სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი ყარსი შევა ექსპლუატაციაში და რაც მნიშვნელოვანია, ბაქო-თბილისის სუფსის ნავთობსადენი, რომელიც ბოლო წლებში არ ფუნქციონირებდა, კვლავ იფუნქციონირებს და საუბარი იყო ასევე, მithქმა-მოთქმა არსებობს, რომ შესაძლოა მასში ყაზახური ენერგო
რესურსებიც კი გავიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ იზრდება დატვირთვა ენერგო რესურსების ტრანზაქციისა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, რაც მეტ შემოსავალს ნიშნავს და მზარდ როლს მის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კონტექსტში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე შუა და ერეფნის პროექტის აქტუალიზებაზე თანამედროვე რეალობაში, რაც ბევრ სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება. გარდა იმისა, რომ შუა და ერეფანზე საუბრობენ უკვე რეგიონალური ლიდერები, მათ შორის ერდოღანიც და მრავალი სხვა და სხვათა შორის სიძიპინი პუტინის შეხვედრის პარალელურად ჩვენი საპარლამენტო დელეგაციაც იმყოფებოდა ჩინეთში და იქ ხალხსახად აშკარად გაუსვეს ხაზი ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი აი გეოეკონომიკურ კონტექსტში, შუა და ერეფნის კუთხით და ენერგო რესურსების ტრანზიტის მიმართულებით, რაც სასიხარულოა, რადგან ბევრჯერ გიხსენებია, რომ თანამედროვე სოფლიოს წესრიგის ფორმირება გამოიხატება აი ამ ცხელი წერტილების სიმრავლეში, მთელ სოფლიოში და ევრაზიულ მატერიკზე ყველაზე უსაფრთხო ტრანზიტული მონაკვეთი ამჟამად არის კავკასია და კერძოდ საქართველო. სწორედ ეს მოცემულობა შესაძლოა გახდეს ჩვენი ოქროს გასაღები იმისა, რომ გავახსნიოთ ამ მარადიულ წრეს, როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით დიდი იმპერიების გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში და ჩვენი როლი მხოლოდ და მხოლოდ გამოიხატებოდა იმაში, რომ რომელიმე ამ მეზობელი იმპერიების მოკავშირეობა ყოფილიყო ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური მოცემულობა, მოკავშირეობა მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგისთვის შეგვექმნა დისკომფორტი. და თუ ამ მარადიულ წრეს გავარღვევთ, მაშინ აღსრულდება ის რაღაცა ნაირად ჩვენი მისტიური მისია, ბრეშუმის გზისა და ასე შემდეგ, გზისა, რომელიც აკავშირებდა ცივილიზაციებს და სწორედ ალბათ აქეთკენ უნდა იყოს სწორება. ამისათვის კი საჭიროა არა მხოლოდ სიფხიზლე გეოპოლიტიკაში, სიფხიზლე ქვეყნის შიგნით ადამიანებს შორის ურთიერთობების კონტექსტშიც და აი ამ პოლიტიკური იდენტობების მიღმა უნდა დადგეს. ქართველი არის, რომ მისთვის ამოსავალი წერტილი არა ის კი არის, რომელი პარტიას ან რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, არამედ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რა არის ქვეყნის ინტერესები. ის რომ ეს ლოგიკა მართებულია, ამაზე მეტყველებს ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ამბავიც. მათ შორის ის რომ დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ევრობიუროკრატიასთან დაახლოებული think tank-ის საერთაშორისო პრინციპების ჯგუფის ანგარიში, რომელიც ანალიტიკურად აფასებს პოლიტიკურ მოცემულობებს და აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირს და იქ სასახად არის ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რაზეც ბევრი საუბრობდა საქართველოში, რომელზედაც ხან პრორუსი დაუძახეს და ხან რაღაცა მთავრობისთან აფილირებული ტიპი. მოკლედ ანგარიში საუბრობს იმაზე, რომ მეორე ფრონტის გახსნის ბრალდება, რომელსაც ხელისუფლება უყენებს ხოლმე ხშირად ოპონენტებს, ეს ყუიდან მოთრეული ნამდვილად არ არის, რადგან ევროკავშირმა კომუნიკაციაში მრავალი ტიპის შეცდომა დაუშვა და იმის მაგივრად, რომ საქართველოსთან დაემყარებინა მისი მდებარეობის გათვალისწინებით პრაგმატული ურთიერთობები, მან მოთხოვა სანქციების დაწესება და სხვა მრავალი ტიპის ღონისძიება, რაც შესაძლოა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო და ის მოუწოდეთ ევროკავშირს, რომ გადავიდეს საქართველოსთან პრაგმატულ ურთიერთობების პოლიტიკაზე და გამოიყენოს საქართველოს როგორც მზარდი როლი აი ამ გეოეკონომიკაში, ასევე გაითვალისწინოს მისი გეოპოლიტიკური გამოწვევები. მოკლედ ეს ის არის, რაზეც ბევრი საუბრობდა, თუმცა არც ევრობიუროკრატიის ეგრეთ წოდებული ლიდერები არ ითვალისწინებდნენ და არც ჩვენი ადგილობრივი ვითომ ოპოზიცია, რომელიც ხშირად ერთ-ერთში იმეორებს ხოლმე რაღაც გზავნილებს, თუმცა არც ცდილობს ორიენტირდეს ქვეყნის რეალურ გამოწვევებზე და რეალურ საჭიროებაზე. როგორც გადაცემის დაწყისში ვახსენე, საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ შეერთებული შტატების და ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების საჯარისო ნაწილები, სულ 3000 კაცია საუბარი, აქედან 1000 კაცი არის ამერიკული ძალების წარმომადგენელი. ასეთი ტიპის წვრთნები საკმაოდ დიდი განაცხადია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით და ნამდვილად ეხმიანება სწორედ აი ამ ჩვენს გეოეკონომიკური ფუნქციის მზარდ დინამიკას. ჩვენს წარმოდგენაში ამას ეხმიანება ასევე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აი ბოლო კვირებში არაერთი განაცხადება ჩვენთან მიმართებით,
ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინისა დაადასტურა, რომ ეს ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი არის მათი ინიციატივა და ისიც იმაზეც კი გაუსვა ხაზი, რომ ისინი გადადგავენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა ხელისუფლებებს შორის დამყარდეს და აღდგეს პარტნიორული ტიპის ურთიერთობები. ნუ რატომ ხდება ეს? ჩვენ შეიძლება ბევრი კონსპირაციული თეორია განვიხილოთ, თუმცა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ აი ამ ცხელ გეოპოლიტიკაში და იმისზე, რომ შესაძლოა კონფლიქტები კიდევ უფრო გაფართოვდეს, კავკასიის ტრანზიტული ფუნქცია არის საერთაშორისო ენერგობაზრების დასტაბილურების და რაღაცა ტიპის დიპლომატიური სივრცის შენარჩუნების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ეს შანსი ჩვენმა სახელმწიფოებმა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის იმ ორმა სახელმწიფომ, საუბარი მაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანმაც, სათანადოდ უნდა გამოიყენოს, რათა არ მისცეს გარე ძალებს პოლიტიკური სპეკულაციის შანსი. ასევე მინდა ვისარგებლო მომენტით და მიულოცო ჩვენს მოსწავლეებს, უკვე სკოლა დამთავრებულ ახალგაზრდებს და უსურვო ის, რომ მათი ეს ახალგაზრული ენერგია გამოიყენონ პირველ რიგში საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახები და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. არ არის აუცილებელი, რომ ახალგაზრდობა, როგორც ამას ცდილობენ ხოლმე პოლიტიკური ძალები, ჩართული იყოს აი ამ შიდა პოლიტიკურ შეჯიბრებაში პირიქით, მეგობრებო, თქვენზე ერთ-ერთი მესიჯი რაც მართალია, რომ ახალგაზრდობა ქვეყნის ხვალინდელი დღეა, აი ეს მესიჯი ნამდვილად სწორია და სწორედ ამიტომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიხედეთ თქვენ ცხოვრებას. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.